მშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მიხარია რომ ისევ ხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, უცვლელ არხზე, უცვლელი განწყობით, თუმცა შეცვლილი მისამართიდან პოლიტკოსკაიას 31-დან გესალმებით ჩვენ ახლა და ეს გახლავთ ადგილი, სადაც 1925 წელს რადიოში გაჟღერებული ხმით დაწყებული ისტორია 100 წლის შემდეგ სწორედ ამ სივრცეში გრძელდება. ასე რომ თუ როგორი იყო 4 წლიანი სამუშაო პროცესი, რა ქმნის ამ შენობას უპრეცედენტოდ, აი ამ ყოველივეს შესახებ ჩვენ სწორედ ამ პროექტის მთავარ არქიტექტორთან ერთად, ლევან სიამაშვილთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც დილიდან ჩვენთანა და გავიგებთ უფრო მეტ დეტალს. ლევან, მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. მე როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი, მეც კი მეჭირს რომ აღფრთოვანება გამოვხატვა ამ არაჩვეულებრივი გარემოს მიმართ. თქვენ როგორც აი ამ ყველაფრის მთავარი არქიტექტორი პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი განწყობები და თქვენი ემოცია როგორია, როდესაც ხედავთ უკვე დასრულებულ შედეგს. რთულია ზოგადად აღწერო ის ემოცია, რომელიც არქიტექტორს აქვს, როდესაც რეალიზებულ შენობას ხედავს. ამ ყველაფრის უკან ვებერთელას შრომა იყო სამშენებლო გუნდის ინჟინრების და ვებერთელა სამუშაო ჯგუფის ვებერთელა შრომა, რომელიც ამ დღისთვის დიდი შრომა გაწია. ძალიან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის, რომ თანამშრომლები შემოდიან, იკავებენ სამუშაო სივრცეებს და მათი თითოეული დადებითი გამოხმაურება ჩვენთვის ყველანაირი ჯილდოს ტოლფასია. ნამდვილად ასეა და უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ გარდა იმისა, რომ საოცრად ესეთი ეფექტური სივრცეა 26,000 კვადრატულ მეტრზე გახლავთ განთავსებული სხვადასხვა პავილიონები, გარდა ამისა უპრეცედენტო ვახსენეთ ჩვენ და უნდა ვთქვათ ესეც, რა ქმნის ამ შენობას უპრეცედენტოს, იმიტომ რომ არა მხოლოდ საქართველოში, ამიერკავკასიაში და ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა თავისი მასშტაბით. დიახ, მოცემული პროექტი 2 ჰექტარზე გაშლილია, სხვადასხვა ბლოკებისგან შედგება, მათ შორის 2 ბლოკზე გამომახვილებდი ყურადღებას, რომელიც ერთი ბლოკი მოიცავს სატელევიზიო სტუდიებს, პავილიონებს, თავისი შესაბამისი ფუნქციონირებისთვის საჭირო პროფესიული სივრცეებით და ასევე მეორე ბლოკი, რომელიც თავის თავში ითვალისწინებს newsrooms, რადიო სივრცეებს, ადმინისტრაციულ შენობას და სხვა ყველა მნიშვნელოვან სივრცეს, რომელიც ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. კი ბატონო. ლევან, ოდნავ აქეთ მოვიწიოთ, რომ უფრო მეტად გამოჩნდეს ეს სივრცე და მათ შორის კიბეები, იმიტომ რომ თქვენს პროექტშიც წავიკითხე, რომ კიბეს არ აქვს მხოლოდ სართულს შორის, ასე ვთქვათ, გადაადგილების ფუნქცია. სავიზიტო ბარათია შეიძლება ითქვას ამ შენობის ეს კიბე. რა კონცეფცია აქვს? ამ კიბით შევეცადეთ, რომ ტელევიზიის მუშაობის დინამიკა მაქსიმალურად ერთ სივრცეში ისული, რაც აქტრიალებს, გამოგვეტანა მაქსიმალურად ერთ სივრცეში. ამ სივრცეში მოხვედრისას ჩვენ ვხედავთ 4-ვე სართულს ერთად აღვიქვავთ, რომელიც თვითონ ამ მოწესრიგებულ ქაოტურ მუშაობას, რომელიც საჭიროებს ტელევიზიისთვის, ერთ ჭრილში გვაჩვენებს. ასევე შევეცადეთ ფასადებშიც ანალოგიურად გამოგვეხატა, რომელიც მატიმინით გამოვხატეთ, რომელიც ამ დინამიკას ჭრილების სახით გამოიტანს დღის ბნელ ნაწილში და დღის ნათელ პერიოდში გვაძლევს განათებულ სივრცეებს, რომელ სივრცეებშიც ანალოგიურად კლასიკური მინა ყველა სივრცეშია გათვალისწინებული, რომ გარემოსთან კავშირი არ დაკარგოს არც ერთმა სივრცემ. მათ შორის სხვადასხვა სივრცეებში გათვალისწინებულია ბევრი საერთო სამუშაო სივრცეები, მათ შორის ეს კიბეც არა მხოლოდ მას ბევრი ფუნქციური დატვირთვა აქვს, სხვადასხვა დონეზე გათვალისწინებულია საერთო სამუშაო სივრცეები, მოსასვენებელი თუ რომელიც აუცილებელია დღევანდელ დღეს და ვფიქრობ, რომ ამ ყველა გამოწვევას უპასუხეთ. უბრალოდ ეს კიბე პირველად ხვდება თვალში, თორე პროექტი ვფიქრობ, რომ ბევრ საინტერესო სივრცეებს ითვალისწინებს იმისთვის, რომ ტელევიზიამ სწორად იფუნქციონიროს. კი ბატონო, აი აქედან დავსვავ შემდეგ კითხვას, თქვენ ჩემთან საუბარში ახსენეთ, რომ ეს იყო გამორჩეულად ესეთი სამუშაო, საინტერესო სამუშაო პროექტი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შენობა უნდა იყოს მიმზიდველი, შთამბეჭდავი, ფუნქციური უნდა იყოს და ტელევიზიას კიდევ უფრო მეტად სჭირდება ეს ყველაფერი. შესაბამისად, მოდით ამ მიმართულებით ვისაუბროთ, რა იყო ის ძირითადი მოთხოვნები, რაც აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინა ამ შენობას?
საკმაოდ რთული დავალება არის ზოგადად Media Hub-ის დაპროექტირება იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთში ეკლექტიკურად არეულია მოთხოვნები, რომელიც ერთის მხრივ ტელევიზიის ფუნქციონირება, Media Hub-ის ფუნქციონირებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გარემო სარკისებურად აირეკლოს და დაჟე ცოტა უფრო წინაც იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ კამერის დაყენებაც მოასწროს, ყველა მოვლენებს უნდა ასახავდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მოქნილი სივრცეები გქონდეს. ჩვენ ცოტა ხნის წინ პანდემიის პერიოდი ვნახეთ და ეს ყველაფერი გამოწვევები არსებითად ცვლის ზოგადად შეხედულებებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქნილი სივრცეები იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია უამრავი პროფესიული სივრცეები, რომლებიც ძალიან რთულია თავისი აკუსტიკური, საინჟინრო მოთხოვნებით და ეს კიდე ცალკეულად სხვა მიდგომას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ბევრი ფიქსირებული და ასევე მოქნილი ფუნქციების შეთავსებით მოხდა ამ სივრცეების დაპროექტება. კი ბატონო, და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ არის ენერგოეფექტური შენობა, გარდა ამისა მწვანეა და არის ადაპტირებული, რა თქმა უნდა. თითოეულ კომპონენტზე ძალიან მოკლედ რომ ვისაუბროთ. დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევა არის მაქსიმალურად ენერგია დავზოგოთ და თითოეულ მასალაში გამოიხატება ძალიან ფართო საკითხია, აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია მოკლედ ჩავატიოთ ის ამ ფორმატში, მაგრამ რეალურად თითოეული მასალიდან დაწყებული, მათ შორის პროექტში გათვალისწინებულია სოლარ პანელები, რომლითაც გამოვიმუშავებთ ჩვენ ელექტროენერგიას, ეს ყველაფერი ხდის ჩვენ პროექტს ენერგოეფექტურს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგოეფექტურობის შექმნა ისე მოახერხო, რომ თან ფუნქცია არ დაკარგოს შენობის და ასევე ესთეტიური მხარე, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ენერგოეფექტურობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემო იყოს და აი ამ ყველაფრის კომპრომისების ხარჯზე ხდება ამ ყველაფრის ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, მთელი პროექტი არის ადაპტირებული შიშმო პირებისთვის და ეს არ არის მხოლოდ ეთლზე საუბარი, აქ ბევრი საკეთ ნიუანსია გათვალისწინებული. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, კიდევ არაერთი გრანდიოზული პროექტი თქვენ. ჩვენ კი მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი შენობისთვის. ლევან სიამაშვილი იყო ჩვენთან ერთად, მასთან ერთად უნდა დაგემშვიდობოთ მე. სწორედ ამ სივრცეში ახალი დღისთვისაც ახალი ეტაპი იწყება, ასე რომ წარმატებები ჩვენს კოლეგებს და მადლობა მაყურებელს, რომ არის ჩვენთან ერთად.